მრავალნაირ მასალაზე გიწევს მუშაობა. როგორც მეხაჯრობა, ბურგალიც უნდა იყოს, ყავით, კინაც. არა, თვითონ ეხლა აი ყველაზე რთული მე აქ რაც მგონი ხა მე თვითონ ვაკეთებ ხარჯებს რა. ლულის გამოჭედვა იქნება ალბათ ჩემთვის არის ძალიან აი წარმოუდგენლად. როგორც ასე ლულა შეგვიძლია ეს ყველა მექანიზმი, ყველა დეტალი დავამზადოთ, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად ეგრეთ წოდებული რადიალები და რაღაც ბარგალკები, შედუღების აპარატი, მაგრამ ეს ლულა ისეთი რაღაცაა, რომ გინდა თუ არა იმ ძველი ტექნოლოგიით უნდა გააკეთო უკვე ვერანაირებ, იმიტომ მაგალითად ეგრეთ წოდებული ტოკარი სტანოკით რო გააკეთო, გამოჩარხო შეგიძლია, მაგრამ 8 კუთხას როგორ გამოჩარხავ, ხო? 8 წახნა შეგიძლია ისა ხრახნია, თუ გლულულიანები. მე გლულულიანებს ვაკეთებ, უკვე ჯერ იქამდე არ ვარ დამუშავებული, როგორც ასე ხრახნი გავუკეთო, მაგრამ ორიგინალს 7 ხრახნი აქვს. ზუსტად ეგ არის, აი ესეთი. ზუსტად ეგეთი არის. ყველა მონაცემებით ეს ლულა მაჭახლური თოფის ლულას უტოლდება, მაგრამ მაჭახლური არ არის. აი აქ რაღაც ტამღები აქვს. ანუ ეხლა რა მინდა გითხრა? აი აქ ახარ მარტო შენ ამ ხეობაში ერთი კაცი შემურჩენია. დიახ. ვინ გასა? აი ახალგაზრდა კაცი ხარ, რამდენი წლის ახალ? 59 წლის კაცი ვარ მე. ხო და აი ახალგაზრდა კაცი ხარ. ვინ გასა? თუ შენით. იცით, აი ვინმეს მოესწარი მე. არა. მაჭახლის ხეობაში ჩვენთან არ იყო ერთადერთი რაღაცა ადრე, რასაც ქვია კომუნისტების დროს, ჩვენ სოფელში ტელევიზორი არ იჭერდა. ხო, სულთებია, ხო. არ იჭერდა ტელევიზორი, ყველგან იჭერდა, მაგრამ ჩვენთან არ იჭერდა. საკმაოდ ერთი რაღაც იგი რო არის რაღაც გაჭირვება რო დადებიც მოიტანს რაღაც ცუდი კარგსო დათესავ რაღაც ეგეთია. ცუდ რაღაცაზე კარგი რაღაცა აღმოცენდება. ხო და ჩვენი სოფელი იყო გამორჩეული, რო არ იყო ტელევიზორი, ყველა ადამიანი ხალხი მიდიოდა